ჩემი ეკონომიური მდგომარეობა იმასთან რა მოსატანია, რაც საზოგადოებას ჭირს დღეს და სამწუხაროდ მარტო კუჭზე რო ვართ დასული, ყველაფერს გაუძლებს ადამიანი. თუ სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის რაღაცა რო კეთდებოდეს, რაიმე რო იცვლებოდეს უკეთესობისკენ, საერთოდ არ ვიფიქრებთ საჭმელზე არც ერთი დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ მაგას პირდაპირ გავიგებ მაგ შეკითხვას, უარესობისკენ შეიცვალა. სასაცილოა რა 10 ლარად 9 კილო ხორცის ყიდვა და რატო 10 ლარი, რატო 1 კილოს არ ვამბობთ რომ 20 ლარი ღირს. ჯერ ესეთი 20 ლარი ხმამაღალია 20 ლარად რას იყიდი დღეს? ვერაფერს ვერ იყიდი. მარტო საკვები ხო არ არის, სხვა რაღაცეებიც ხო არია რა. ყოველ კვირას 2-3 მიცვალებულია. სირცხვილნამუსია, გადასახურავი ხო უნდა მიიტან. 50 ლარად მივდიოდით სადღაც 1 წლის წინ, 2 წლის წინ ეს საკმაოდ ისეთი თანხა იყო. ეხლა 100 ლარიც კი აღარაფერი აღარ არის. 100 ლარით ვერაფერს ვეღარ აკეთებ. მარტო ხორცი არ არის, გადახედეთ ზეთს, შაქარს, იმ პირველად მოხმარების პროდუქტებს, რაც აუცილებელია. ხო და რა ვიცი ახლა ან გინდა საწვავი, გინდა რაც გინდა რა, ყველაფერმა მოიმატა და ამას მე კი არ უნდა ვამბობდი, ამას სახელმწიფო მოხელეები უნდა ამბობდნენ და ისინი უნდა გაძლევდნენ. ახლა ამ ინტერვიუს და გამოსავალს უნდა ეძებდნენ. მე რა შემიძლია, მე ერთი რასაც ვაკეთებ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდით. კიდე ავიტანთ ყველაფერს. თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ადამიანები უკან დაბრუნდებიან, ერთი ოცნება მაქვს, ხარაგაულში დაბრუნდეს 10% იმ ხალხის, ვინც არის წასული, ელემენტარულად მეტი არაფერი არ მინდა და შიმშილსაც ავიტანთ, ფასების მომატებასაც ავიტანთ და ყველაფერს ავიტანთ, ერთად რო ვიქნებით და რაღაცას ერთად რო შევქმნით და ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მეტი რო არ შეიძლება ესეც ცუდი მდგომარეობა გვაქვს.